კაცი უნდა იყოს კაცი და ხალი ხალი. როგორ რა, ჩემთვის ძალიან მიუღებელია. საქართველოში არ უნდა არსებობდნენ. მართლმადიდებელი ქვეყანა ვარ და არ უნდა არსებობდეს. სახში ვისაც უნდა ყირაზე დადგნენ, მაგრამ მაგათზე ვარ აგრესიო, იმიტომ რომ ესე იგი ახალგაზრდა კაცი ვარ, სულიერ მომყვანი და მაგათ უნდა იბობინო, ნახა თუ რა არის, ვერ ნურას უკაცრავად. საქართველო არის ვაჭკაცების ქვეყანა. სახში უნდა იყვნენ, თავიანთ სახში იყვნენ. სახიდან არ გამოვიდნენ? არ უნდა გამოვიდეს, ჩემთან რა უნდა? მე აქ ვისვენებ და აქ რო გამოვიდეს და კოცნობა და უთხოვს კაცმან კაცალ, მე ვერავიტან ამას. და გინახავთ ასეთი ფაქტი? მე არ მინახავთ, რომ მენახავთ, თავ გაუტეხავდი კიდევაც. არა მსიამოვნებს ეგეთი ორიენტაციები, მე არ მխიბლავ. დაწყევლილი ხალხია რა, ბიბლიურად რა ვთქვა. პირდაპირ დაწყევლა, იმიტომ რომ რაც მოგდის მე ქვეყანა საქართველოს სიტყვა, მიწისძვრა, ეს კი არის ღვთის სასჯელი. გესმით? ამ ადამიანების გამო გჯის რა თქმა უნდა. ამ ადამიანების გამო უფალი გჯის. ესე იგი ცუდი რაც ხდება დედამიწაზე, ამათი ბრალია ყველაფერი? რა თქმა უნდა, თუ რაღაცა უფლის გზას თუ გადაუხედავ, ყოველთვის დავიჟები. თუ უფალი არ აღიარე, ვერ გადარჩები, მოკვდები, პირდაპირ მაგის თქმა მინდა. უფალია ჩვენი მხსნელი, საქართველოს მხსნელი, დიდება უფალს.